რუსთაველს ვთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, სადაც არის ნატალი ჯახუტაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი და ნატალი მოგვიყვება რა ხდება დედაქალაქის მთავარ მონაკვეთზე. ნატალი, გისმენთ. რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია, ხალხის ნაკადი აქ ისევ არ წყდება, ადამიანები დაშლას არ აპირებენ, პირიქით ისინი ემატებიან და დღეს პროტესტის 50-მე დღეა, როგორც თქვენ უკვე თქვით და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ადამიანები მაინც გამოდიან ქუჩაში და აქ მყოფი მოქალაქეები დანებებას არ აპირებენ, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე, მათთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ქმედებები და მოთხოვნები ცხადია უცვლელია უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და ასევე ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარება. მე ოპერატორსაც ვთხოვ, რომ გაჩვენოთ კადრში რა სიტუაცია არის, ძალიან ბევრი ადამიანი არის ისევ შეკრებილი რუსთაველის გამზირზე და სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარედ აქ გამოჩნდა მიხაილ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ის რამდენიმე დღეა უკვე თბილისში იმყოფება, მას ჰქონდა შეხვედრები როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ოპოზიციურ სპექტრთან და ჩვენ ჰქონდა შესაძლებლობა მას გავსაუბრებოდით. ის ძალიან ცხადად და ცალსახად აცხადებს, რომ გერმანია სხვა დასავლურ სახელმწიფოებთან ერთად დგას ქართველი ხალხის გვერდით და მან ძალიან გულწრფელად და ღიად გვითხრა, რომ წარმოუდგენელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ის, რაც ხდება დღეს თბილისში, ის, რაც ხდება დღეს საქართველოში და რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. მან პირდაპირ განაცხადა, რომ რეპრესიებს ახორციელებს ქართული ოცნება საკუთარ მოქალაქეებზე და ოპონენტებზე. გიორგი გახარიას ინციდენტიც გაიხსენა და ჩვენ შეგვიძლია ახლა დავიწყოთ საუბარი სტუმრებთან ერთად. ჩვენი პირველი სტუმარია სერგი კაპანაძე. ჩვენ ხედავთ, ხო, დღეს არის პროტესტის 50-მე დღე და ადამიანები მაინც აღდგანან რუსთაველის გამზირზე და ისინი გაჩერებას არ აპირებენ. პარალელურ რეჟიმში ვხედავთ, რომ ახალ სანქციებს უწესებს დასავლეთი რეჟიმის წარმომადგენლებს. ბიძინა ივანიშვილს მაგალითად სანქციები უკვე შეეხო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცია ის და ახლა უკვე შესაძლოა ბრიტანეთმაც მიიღოს და გამოიყენოს ეს ზომა მის წინააღმდეგ. რას ველოდებით უახლოეს მომავალში? პარალელურად ასევე ის დავამატოთ, რომ ხედავთ რეჟიმს, რომელიც სულ უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება, რომელიც საერთოდ ყველანაირი ლოგიკის მიღმა არის გასული, ვინც დღეს ნახა მათი განცხადება დიდი ბრიტანეთის შესახებ, ეს შეუძლებელია, რომ ნორმალური ადამიანის ტვინში მოხარშული იყო ეს ბუდვა, რაც მათ დაწერეს და ზოგადად ხედავთ იმას, როგორ იზოლაციაში აქცევს ამ ქვეყანას ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი და შეუძლებელია, რომ ამ გზით მათ დიდხანს იარონ. ეს პროტესტი ქვეყნის შიგნით და ჩვენი პარტნიორების და მეგობრების მყარი მხარდაჭერა, მზარდი მხარდაჭერა და ამ რეჟიმის სრული იზოლაცია არის ჩემი აზრით ის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში ამ რეჟიმს მიიყვანს იქამდე, რომ არჩევნები დანიშნოს და ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანი გაათავისუფლოს. დღეს მაგალითად ცნობილი გახდა, რომ დავოსის ფორუმში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ქართული ოცნების წევრები, ისევე როგორც მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ ეპატიჟებიან. სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, ხო, ივანიშვილის რეჟიმი. მიზიებები, რო გვესმოდეს, არის სავიზიტო ბარათი საერთაშორისო ურთიერთობებში. იქ მონაწილეობის მიღება და შენი ქვეყნის შესახებ საუბარი და ქვეყნის წარმოდგენა არის პრესტიჟის ამბავი. და როცა იქ ასე შეგნებულად და დემონსტრაციულად არ გპატიჟებენ, მაშინ როცა პატიჟებენ, რა ვიცი, ყველას პრაქტიკულად, იქ დაპირებეთ იმაზე, რა ღრმა იზოლაციაში არის დღევანდელი რეჟიმი საქართველოში და ამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელი არის, რომ მათ დიდხანს გააგრძელონ ტკბობა ხელისუფლები და დასავლეთის გარდა სხვათა შორის უკვე აზიურ ქვეყნებთანაც იფუჭებს ურთიერთობას. ქართული ოცნება გუშინ გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ ემირატებმა გააუქმეს ვიზიტი, ოფიციალური ვიზიტი ირაკლი კობახიძეს აბუ-დაბიში იმ თავდასხმის შემდეგ. შემდგომ უარყო მთავრობის ადმინისტრაციამ ეს ცნობები, მაგრამ დაველოდოთ, ნახოთ, ჩავათ არა საბოლოო ჯამში. ცივილური სამყაროსგან ხდება მათი სრული იზოლაცია. დასავლეთი არის ცივილური სამყაროს თავარი გამოვლენა, მაგრამ ზოგადად ცივილურ ურთიერთობებში ამ ხალხთან არავის არ უნდა ყოფნა და ეს ძალიან კარგად ჩანს. არ უნდა ამ რეჟიმთან ურთიერთობა არც აქ შეკრებილ საზოგადოებას, არც საქართველოს მოსახლეობას და არც საერთაშორისო თანამეგობრობას. მე ამიტომ მგონია, რომ სრულიად გარდაუვალია, რომ მათი ეს მცდელობა, რომ ძალაუფლება შეებღაუჭონ და დამთავრდეს წარმატებით. აუცილებლად მარცხი დასრულდება და ყველანი ერთად ამას მივახცევთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ
აი ეს რეჟიმი, რომელიც მართლა ძალადობაზე არის, მხოლოდ დარჩენილი, სხვა არაფერი აღარ დარჩა, აი ამ გზით მივიყვანოთ არჩევნების დანიშვნამდე და აუცილებლად მოხდება. მადლობა დიდი, ჩვენ შეგვიძლია ახლა გავესაუბროთ გიორგი ბურჯანაძეს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, როდის მოუწევს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დათმობებზე წასვლა, როდის ჩანიშნავს ის ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ ხედავთ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ არის ქართული ოცნება. სამწუხაროდ მე პროგნოზირება გამიჭირდება, გამარჯობა, მაგრამ რაშიც ვარ დარწმუნებული არის იმაში, რომ რასაც ვაპროტესტებთ მართალია, სწორია და ამაში ძალიან მედეგები ვართ. ძალიან მიხარია, რომ ყოველდღე ვხედავ ამდენ ადამიანს, რომელიც აგზელებს ამ პროცესს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მედეგობა შედეგშიც აისახება. გამიჭირდება ზუსტი რიცხვის თქმა, გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ რასაც ვხედავთ, ალბათ ჩემთვის ყველაზე კაი ინდიკატორი არის, რომ მე ქართულ ოცნების რეჟიმს დავარქვი, ლეგიტიმაციის მათხოვრებად არიან გადაქცეულები და ყველა საერთაშორისო ვიზიტში, ყველაფერში ცდილობენ, რომ ვინც თითქოს უცხოელი მათ გაუღიმებს, ამაში ფიქრობენ, რომ იქნება ამაში მათი ლეგიტიმაცია დაინახონ. ამ სასაცილო მდგომარეობამდე არიან დასულები, რაც კარგად აჩვენებს მათ სავალალო მდგომარეობას იმის მერე, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ არჩევნების გაყალბების და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის გამო, როდესაც მათ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შეაჩერეს და უარყვეს. ამიტომ არ ვიცი. ბოდიში რა თქვენ კითხვას პასუხს ვერცემ, მაგრამ ბატონო, აი წნეხის რა ბერკეტები აქვს კიდევ დასავლეთს, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია კიდევ დასავლეთს? დასავლეთზე მეტად ალბათ ყველაზე დიდი წნეხი და ყველაზე დიდი მოძრაობა და მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება შეცვალოს პოზიცია არის ეს ხალხი, ვინც აქ შეკრებილია, საქართველოს მოქალაქეები, ხალხი, რომელიც ხელისუფლების წყაროა და რაც მათ 26 ოქტომბრის არჩევნებით უარყვეს, ამიტომ ეს იქნება ალბათ თავარი რაც არის და ეს აქციები ამიტომ არის კარგი, რაც შეეხება ალბათ დღევანდელ განცხადებას ნახავდით, როდესაც შეშინებულები იყვნენ ისინი ბრიტანეთს მიმართავდნენ, რომ დიდო ბრიტანეთო არ დაგვა სანქციო, შეშინებულები იყვნენ. ბრიტანეთის ავტორიტეტი წარსულს ჩაბარდებაო, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ. ცოტა სასაცილო ჟღერდა, იმიტომ რომ ამ ბრიტანეთმა უკვე დაასანქცირა რამდენიმე ქართველი, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენელი, მაგრამ თურმე მათი დასანქცირება ეთყობა ძალიან მნიშვნელოვანი არ ყოფილა ქართული ოცნებისთვის. ალბათ უფრო მნიშვნელოვანი სხვა ფიგურები არიან და სხვა ფიგურა მათთვის არის ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი. ალბათ ბიზნესმენები, რომლებიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს მათთვის. ამიტომ კარგად აჩვენებს დღევანდელი განცხადება, როგორი მნიშვნელოვანი, როგორი ღირებული, როგორი ეფექტური არის სანქციები და დიდი მადლობა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს იმისთვის, რომ ისინი ქართულ ხალხთან დგანან ამ პროტესტის მხარდამჭერები არიან, იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფო არის დემოკრატიული, ამით არის საქართველოს სახელმწიფო ცნობილი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პროტესტის როცა გამარჯვებას მივაღწევთ, ეს ქართულ დემოკრატიას უფრო მეტად გააძლიერებს. მადლობა იპაატა ბურჭულაძესაც ვხედავთ, თქვენ პრაქტიკულად ყოველდღე გამოდიხართ რუსთაველის გამზირზე და ყოველდღიურ რეჟიმში ამ ხალხთან ერთად ხედავთ. დღეს არის 50-მე დღე პროტესტის და დღესაც გადაიკეტა რუსთაველის გამზირი და ვხედავთ ხო ადგილზე რა ვითარებაა. რის მანიშნებელია ეს ყველაფერი თქვენთვის? მანიშნებელია იმისი, რომ ჩვენ უკან დახვას არ ვაპირებთ, ჩვენ ვართ მართლები. ბატონებო, ყველა დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არ დავიზაროთ, ვიყოთ ერთად და ეს თვითმარქვია მთავრობა ჩამოიშლება ძალიან მალე. აქ არის ხაზრიც გამოთქვევი, რომ უნდა გამწვავდეს ცოტა სიტუაცია, რა ვიცი, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე მგონი, რომ აი ესე მშვიდობიანი აქციითაც ჩვენ ძალიან ვარღვევთ ამ გეს. იმიტომ რომ დასავლეთი ჩვენთან არის, ჩვენი ხალხი ჩვენთან არის. დასავლეთის სანქციები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ოცნებისთვის ყველა დიდი სანქცია არის ქართული ხალხმა რომ დაუწესა სანქციები. რომ ვერ გამოეშლებათ გარეთ და რომ არიან სახში ჩაგეტილები და რომ არავის არ უნდა ოცნება. ეს არის ყველა დიდი სანქცია. ეს სანქციები უნდა ჩვენ კიდევ უნდა გავაძლიეროთ უფრო მეტად და ყველაფერი კარგად იქნება. გასაგებია, მადლობა. აქ არის ასევე ბაჩანა შენგელია. თქვენ როგორ ფიქრობთ, სისტემა არის თუ არა უკვე ჩამოშლის პირას, რამდენი დარჩა რეჟიმს? პირველ რიგში მინდა გავამხნევო ჩვენი პატიმრები, რეჟიმის ტყვეები, უფრო სწორედ
და მინდა უთხრა ძალიან მალე ისინი იქნებიან თავისუფლებაზე. ყოველი დღე აქ დგომის არის თითეული ნაბიჯი ყველას თავისუფლებისკენ, არა მარტო მათი თავისუფლებისკენ, მთელი ქვეყნის გათავისუფლებისკენ და მე ვფიქრობ, რომ გამარჯვება არის ძალიან ახლოს. 50-მე დღეა, ეცეთი სიცივე ალბათ პირველად არის, რაც ამ დღეებში ვდგავართ, მაგრამ უამრავი ხალხი აქ როგორც ხედავთ და შესაბამისად ახლა ზუსტად არ შემიძლია დღეებით თქვა, მაგრამ ის რომ სწორი გზით მივდივართ და გამარჯვებისკენ მივდივართ, აუცილებლად შემიძლია ვთქვა. ერთი ძალიან ცუდი ის არის, რომ მთელი მსოფლიო იზოლაციაში აქცევს ჩვენს მთავრობას და მე პირადად როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ამისი ძალიან მრცხვენია, მაგრამ ესეც არის ერთ-ერთი გზა ჩვენი საბოლოო გამარჯვებისკენ, რომელიც ვფიქრობ, რომ არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს და მე ვუსურვებ, რომ ძალიან მალე ქვეყანა გათავისუფლდეს აი ამ წნეხისგან, აი ამ იზოლაციისგან და ბოდიში ოპერატორს ვთხოვ, რომ კადრი გაჩვენოთ, მარშით შემოუერთდნენ ძირითად აქციას ადამიანები, თუ არ უცდები ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოვიდნენ, თქვენ ხედავთ მათ ბანერი აქვს გაშლილი, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, თავისუფლება მზია ამაღლობელ ჟურნალისტს, რომელიც დატოვეს წინასწარ პატიმრობაში, მისი სასამართლო გაიმართა გუშინ ბათუმში და მოსამართლემ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დაკვეთა და ეს ადამიანები ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ჩვენთან ერთად არის ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდაბაი. უპირველეს ყოვლისა ეს ადამიანები ითხოვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ბიძინა ივანიშვილის ტყვეები გამოუშვან ციხიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ბედიელით მათ? უნდა გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, რეჟიმის ტყვეები, პოლიტპატიმრები, ცხადია. ნუ ერთდები აქციის მოთხოვნას, მსვლელობის მოთხოვნას, თავისუფლება მზია ამაღლობელს. ამავდროულად არიან დაკავებულები ძლიერი საქართველოს წევრები, ვაჟა დარჩია და ახალგაზრდა ლიდერი ლუკა ნაცვლიშვილი. საპატიმროში რჩევიან ჩვენი წარმომადგენლები, ასევე ვასილ ყეზელაშვილი და ბეფხია კასრაძე. ყველა ადამიანი, რომელიც დღეს არის სინდისის პატიმარი, რომელიც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს ინტერესებისთვის და ამისთვის ისჯებიან, ისინი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ. ჩაინიშნონ ხელახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიან, თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში. ცესკოს ახალი ადმინისტრაციის საერთაშორისო ჩართულობით და აუცილებლად უნდა განეიტრალდეს ის საფრთხეები, რაც მოდის ძალოვანი უწყებების მხრიდან. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. დღეს 50-მე დღეა ურყევი პროტესტის, ეს არის ყველაზე მშვიდობიანი აქციების პროტესტი. ჩვენ დავანახეთ ჩვენს პარტნიორებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც იცავს ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ვიცავს კონსტიტუციით გარანტირებულ კურსს, ვიცავთ ჩვენს ევროპულ მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს და ჩვენი შემწინააღმდეგები არიან ყველანი საქართველოს მტრები და ქვეყნის წინააღმდეგ მიმავალი ადამიანები. მადლობა დიდი და ნიკუშა ფარულავა კოალიცია ცვლილებისთვის წევრი. ნიკა, რა არის ის, რაც დაახევინებს უკან ბიძინა ივანიშვილს? როგორ ფიქრობთ თქვენ, იმიტომ რომ ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები მას დაუწესა უკვე, ასევე ველოდებით სანქციების დაწესებას ბრიტანეთისგანაც. ასეთ მდგომარეობაში ყოფნას რამე ხანს მოახერხებს კიდევ ქართული ოცნება? ხო, პირველი ბიძინა ივანიშვილს თუ რამე დაახევინებს უკან და საბოლოო ჯამში დაამარცხებს არის საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს პატრიოტების ჯიუტი, თანმიმდევრული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პრინციპული პროტესტი. ხო, ანუ და მე მგონი ამაში დავრწმუნდით უკვე 50-მე დღეა რუსთაველზე და არა მარტო რუსთაველზე, ზოგადად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ადამიანები იცავენ საკუთარ თავისუფლებას და ითხოვენ უკანონო დაპატიმრებული ადამიანების რეჟიმის ტყვეების თავისუფლებას და ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს ჯიუტი პროტესტი ქუჩაში ერთად დგომა არის ერთადერთი წამალი მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ. სხვა ყველაფერი სანქციები, გამოხმაურებები და სხვა მსგავსი ნაბიჯები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ამ ქვეყნის ისტორიული მეგობრებისგან არის ის ხარდაჭერა, რომელსაც მოვიპოვებთ სწორედ მსგავსი დგომით ქუჩაში და წინააღმდეგობით, მათ შორის არა მარტო ქუჩაში, არამედ იგივე აუდიტორიებში, იგივე უნივერსიტეტებში, იგივე კერძო სექტორის გაფიცვები, თავისუფალი ბიზნესის განცხადებები. ხო, ბრძოლა უნდა იყოს ყველგან, სადაც სადმე ხმა მიგვიწვდება, სადაც ერთი ადამიანი მაინც გვეგულება, რომ შეიძლება დაველაპარაკოთ, აქეთ ხარის გადმოვიყვანოთ და რეჟიმის წინააღმდეგ ავამხედროთ, ეს ბრძოლა იქ უნდა გაიმართოს, ყველგან უნდა გაიშალოს ეს ბრძოლა და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება მხოლოდ ვიფიქროთ იმაზე, რომ რეჟიმი დამარცხდება. ეს არის მსგავსი
ახლოცი რეჟიმების დამარცხების ერთადერთი გამოცდილი ნაცადი მეთოდი და ხერხი. ეს არის მთავარი წამალი. ყოველთვის ასე იყო ისტორიულად, ასე იყო მაშინაც, როდესაც მათ შორის ამ ქუჩაზე ქვეყნის მთავარ გამზირეს დამარცხდა საბჭოთა კავშირი, ასე იყო უკრაინაშიც, ასე იყო მათ შორის სომხეთშიც, როდესაც ნახეთ ჩვენ პოლიტიკური ცვლილებები სერბეთშიც და ყოველთვის და ყველგან ასე იქნება. ამიტომ ხო, მათ შორის ბრიტანეთმა ჩვენ ნახეთ, რომ სანქციები აქამდეც დაუწესა იგივე საქართველოს ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა მინისტრს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის იმ ადამიანების მონაპოვარი ეს ხარდაჭერა, იმ პოლიტიკური პატიმრების, რომლებიც დღეს ტყვეობაში იმყოფებიან. ამიტომ მათ აქედან ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა და რაც შეგვიძლია არის ერთადერთი, რომ ამ ადამიანების თავისუფლებას ვაახლოვებთ დღითი დღე და ვამცირებთ მათ უკანონო პატიმრობას იმდენი დღით, რამდენი დღე ჩვენ ვდგავართ აქ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მადლობა დიდი. მოკლედ ასეთ ვითარება ახლა რუსთაველის გამზირზე, როგორც ხედავთ, ადამიანები არაპირებენ დაშლას, პირიქით სულ რამდენიმე წუთის წინ მარში შემოუერთდნენ მოქალაქეები აქ ძირითად აქციას და მთავარი მოთხოვნები უცვლელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები ქვეყანაში.